წლებია ელენესთან აღარ მეგობრობ, მაგრამ ეს თვეები საქმიანი ურთიერთობა მიწევდა პრეზიდენტის ფორმატში. ბოლო პერიოდში უფრო ინტენსიური. არანაირი შიმშილობა ელენეს გეგმაში არ ჰქონია. საერთოდ არანაირი. თავისი გეგმა ჰქონდა დახატული PowerPoint-ში, საოფისე პროგრამაში. იეჰოვას მოწმასავით დადიოდა და სთავაზობდა პლატფორმას, პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებს. ეს გეგმა იყო თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ბოიკოტი და ერთობლივი საპროტესტო კამპანია რეჟიმის ჩამოშლის, ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ამოცანით. ვის მოსწონდა ეს გეგმა და ვის არა, ცალკე საკითხია, მაგრამ ელენეს გეგმა შიმშილობა არ ყოფილა. კარდაკარ დაატარებდა სულ სხვა გეგმას. სხვა არაფერი ვიცი. მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყებას.